მოგესალმებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მიერ ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენისა და მათი დაკავების მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორი სახელმწიფოების სამართალდამცავ უწყებებთან. გასული 24 საათის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომელთაგანაც 11 პირი თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარების საფუძველზე იძებნებოდნენ, ხოლო 3 პირი თურქეთის სამართალდამცავი უწყებების მიერ ეროვნულ დონეზე იყვნენ ძებნაში. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მაშინ შემოვიდა, ვიდრე მათზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა, ხოლო ნაწილი საქართველოში შემოსულია უკანონოდ, რაზეც შესაბამისი სისხლისამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. დაკავებულთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენაში ბრალდებული პირები. მათ შორის ნარკოტიკული და ფსიქოტროპიული ნივთიერებების წარმოების, რეალიზაციის, შეძენისა და ფლობის, ქურდობის, სხეულის განზრახ დაზიანების, მუქარის, ცეცხლსროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარების, სხვისი ქონების დაზიანების, არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის, სასჯელის მოხდისგან თავის არიდების, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის, მკვლელობისა და თაღლითობის 26 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები. დაკავებულთა მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი თურქეთის რესპუბლიკის მართლმსაჯულებისთვის გადაცემა. აღნიშნული პირების ადგილსამყოფელის დადგენასა და დაკავებას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყვნენ თურქეთის რესპუბლიკის ინტერპოლის ეროვნული ბიურო, თურქეთის ეროვნული პოლიციის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფები, ასევე საქართველოში აკრედიტებული თურქეთის რესპუბლიკის პოლიციისა და ჟანდარმერიის ატაშეები. აქვე გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადოთ ჩვენს თურქ კოლეგებს, რომლებიც დღეს საქართველოში იმყოფებიან. საქართველოსა და თურქეთს შორის სამართალდამცავ სფეროში არსებული მჭიდრო და მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას ეფექტიანად ვებრძოლოთ ორგანიზებულ დანაშაულს და ერთად მივახციოთ კონკრეტულ შედეგებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება, რაც საქართველოსა და თურქეთის სამართალდამცავ უწყებების თანამშრომლების მიერ ერთობლივად განხორციელდა. ორი ქვეყნის სამართალდამცველებმა ძებნილი პირების დაკავების ღონისძიება ერთობლივად გასული წლის აგვისტოშიც ჩაატარეს და თურქეთის პოლიციის მიერ საერთაშორისო დონეზე ძებნილი 14 პირი დააკავეს. მადლობა, ეხლა კი სიტყვას გადავცემ ჩემ თურქ კოლეგას. Saygıdeğer basın mensupları ve kıymetli meslektaşlarım, bugün burada bu yayın vesilesiyle her iki ülke vatandaşlarının güvenliğini ve huzurunu artıracak operasyonun detaylarını açıklamak için bulunuyoruz. Güçlü ilişkilere sahip olduğumuz Gürcistan ile aramızdaki işbirliği karşılıklı iyi niyet iradesiyle devam etmekte ve bu işbirliği sayesinde her iki ülke vatandaşlarının huzuruna ve güvenliğine katkı sağlanmaktadır. 2025 Ağustos ayında bir benzerini gerçekleştirdiğimiz operasyonda ülkemizce aranan 14 şahıs Tiflis ve Batum'da yakalanmıştı hatırlanacağı üzere. Bu işbirliğinin devam ettiğini ve güçlendiğini gösteren yeni bir operasyona komşumuz ve dostumuz Gürcistan'ın polis birimleriyle birlikte imza attık. Yakalanan bu şahısların ülkemizde adli makamlar önüne çıkarılması, Türkiye'de işledikleri suçların cezasını çekmelerini sağlayacağı gibi aynı zamanda bu sayede Gürcistan'da herhangi bir suça karışmaları da engellenmiş olacak. Böylelikle Gürcistan halkının huzuruna da katkı sağlayacaktır. Türk Polis Teşkilatı
bütün operasyonel tecrübesiyle Gürcistan Polis Teşkilatı'na desteğine devam edecektir. Bu operasyonu Sayın İçişleri Bakanımız Mustafa Çiftçi bizzat takip etmekte olup iki ülke arasındaki işbirliğinin artması temennisiyle Gürcistan İçişleri Bakanlığı ile Gürcistan Polis Teşkilatı'na teşekkürlerini iletmiştir. Bir sonraki ortak çalışmada yine beraber olmayı umuyor ve hepinize tekrar saygılarımı sunuyorum. Didi Madloba. Teşekkürler.